ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის აფხაზეთის ძიუდოს აკადემიის ორგანიზებითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელშეწყობით დაბა ბაკურიანში ძიუდოს ჩემპიონატი ბაკურიანი 2025 გაიმართა. ასპარეზობაში მონაწილეობა მიიღეს 2008, 2009 და 2010-2011 წლებში დაბადებულმა სპორტსმენებმა საქართველოს ყველა რეგიონიდან. ჩემპიონატის დაწყებამდე ასპარეზობის მონაწილეები დაბა ბაკურიანში 10 დღის განმავლობაში ვარჯიშობდნენ და ემზადებოდნენ. ჩემპიონატი 15 სხვადასხვა წონით კატეგორიაში გაიმართა. კარგი ტურნირი იყო, სიყვარულია სპორტის, სიძლიერეა, ჯანმრთელობაა და ზუსტად ეს თაობაა ის, ვინც ერთმანეთის მიმართ მისასვლელ გზებს გვასწავლის და გვანახებს თითოეულ ჩვენგანს. ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა და სპორტის კიდევ უფრო ეფექტური მხარდაჭერა აფხაზეთის მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. აფხაზეთის ძიუდოს აკადემია არის ერთ-ერთი გამორჩეული აკადემია და სწორედ ამიტომ აფხაზეთის განათლება და კულტურის სამინისტრო უფრო გაძლიერებულ მხარდაჭერას გამოუცხადებს 2025 წელს ჩვენს სპორტსმენებს. ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩატარდა. 70-ზე მეტმა ახალგაზრდა მიიღო მონაწილეობა და მინდა ყველას მიუღლოთ მონაწილეობა, განსაკუთრებით იმ ბავშვებს, რომლებიც ძალიან გამოირჩევიან თავისი წარმატებით, როგორც ჩემპიონატის თვალსაზრისით, ისე აქტიურობით ჩვენს ძიუდოს აკადემიაში. ძალიან კარგი ტურნირი ჩატარდა და მინდა ყველა ბავშვს მიულოცო, ვინც წარმატებას მიაღწია დღეს და აიღო მედლები და უსურვო საომავლოდ ყველას წარმატებები. მომავალ დიდ ასპარეზობაზე. დავიკავე მეორე ადგილი. ნუ რაღაც მიზეზების გამო დავუმარცხდი ფინალში და შემდეგში ვეცდები რომ გამოვასწორო.